რომელ მხარესაც გააკეთეთ, დადგება იმ მხარეს. ანუ რას გულისხმობ? მარჯვნივან არ არსებობს მარჯვნივ გამოთიშონებით და მარცხენა მხარეს კბილებიანი ძვალი გაითიშოს. და პლუს ანესთეზიის უმეტესობა რეგულარის არის ასევე სამხრეთ არ არის გავიგე, ანუ აუცილებლად როგორც ვესტიბულური მხარე, ასევე ხშირად საჭიროა ხშირად ორალურ მხარეს, იმიტომ რომ იქ სხვა ნერვებია. ამიტომ მინდა რომ სულ სამწვერა ნერვს გადახედოთ, რომ არ დაგავიწყდეთ. ეხლა გავიაროთ ინფრაორბიტ. ხო, ანესთეზიების გაკეთების ტექნიკა, როგორ გითხარით, არის პირშიგნითა და პირგარეთა. უფრო მეტი ანესთეზია თქო, პირშიგნითა მეთოდით ვაკეთებთ, რატო? იმიტომ რომ იმ ხვრელებში მოხვედრა არხში უფრო ტექნიკურად მარტივია, თორე შენ თუ გინდა პირგარეთა თუ იცი, პირგარეთა გააკეთე, შეიძლება ეგ უფრო კარგად დაამხეცო, რა ვიცი. არავინ არ გიგზავნოს მაგას. მიხდით ბავშვებო, ექიმი ხარ, მუშაობ 15-10 წელი და სულ აკეთე პირგარეთა. შენ არავინ არ შეგედავება, რატო პირშიგნითათი არ გააკეთებო. მიხდით ჩემო. ანუ მაგალითად ტუბერული, მაგრამ ძნელია პირგარეთათი. ამიტომ ხარ ვიცვალებ, ვიცი როგორ შევიდე პირშიგნითათი, მაგრამ შენ თუ გინდა ტუბერული გააკეთო აქ, აი აქ გარედან, კი ბატონო, გააკეთე. ინფრაორბიტალური ანესთეზია. ქართულად რა იქნება? ინფრაორბიტული. როგორ გადმომიტანო? ამ დროს ითიშება ინფრაორბიტული ნერვი, ანუ თვალბუდის ქვედა ნერვი. ეხლა გამახსენეთ თვალბუდის ქვედა ნერვი სად გამოდის? სამწვერა ნერვის მეორე ტოტი, რა ქვია? ზედაყბის. ქალაზღვრიდან ფუძეზე გამოვიდა რითი მრგვალი ხვრელი. მერე საით მიდის წინ და ქვევით. გახსოვთ ვინც ამას სიმჯულობდით ხოლმე, ხო? ნემსი ეგრევე მიგახვედრებდა, რომ ქვევით წავიდა. და სად გამოვიდა? ფთასასის ფოსოში მთავარი ღერო იქ შევიდა. ეხლა ფთასასის ფოსოში გამოეყოფოდა, მე ყველა ტოტებს არ დავიწყებ ანატომიას. ერთ-ერთი ტოტი, რომელიც სად მიდიოდა? თვალბუდის ქვედა ნაპრალში. თვალბუდის ქვედა ნაპრალიდან შედიოდა სად? თვალბუდეში. სად გაივლის? თვალბუდის ქვედა არხში. თვალბუდის ქვედა არხი იხსნება აი აქ, რა ქვია ამ ხვრელს? ფორამენ ინფრა. ანუ აქ გამოდის ეს ნერვი. გავიგეთ? გავიხსენეთ და თან დავემახსოვრეთ. ესე იგი, თვალბუდის ქვედა არხში გაწოლილი ეს იყოთ. უნდა ვიცუნ, ხა პირი ღია საჭირო არ არის. გარედან უნდა გავაკეთო, ხო სწორია. აი ეს ამ ხვრელების ადგილმდებარეობა უნდა ვიცოდეთ, ხო? ეხლა ეს თავის ქალაზე ძალიანაც კარგად არის ადვილია, მაგრამ ჩვენ თავის ქალას ხარ უკეთებთ ანესთეზიას. ადამიანს უკეთებთ, რომელსაც რა ფარავს? კანი ლორწოვანი. ბილიქსოვილები, კანი, განკოშაცხიმოვანი ფასია, ანუ ბილიქსოვილები ფარავს. ამიტომ არც ერთ არ გვიჩანს. ჩვენ ახლა უნდა ვიცოდეთ ტოპოგრაფიას. გაჩვენეთ. შენ გვერდზე ვეუბნები, ვერ ვხედავ ვინც ელხობს. გამომხედე რომელია ეს? შენ არის სვენებ, ხო? ეს ხვრელები როგორ უნდა ვიპოვოთ? უკვე შესწავლილია რამდენიმე სხვადასხვა ორიენტირები, როგორ უნდა სად უნდა იყოს ეს ხვრელი, რომ ადვილად მივაგნოთ. ეს გახლავთ, ნახეთ. მოდით, ყველამ რო შეხედოთ. ესე იგი, ეს რომელი კიდია თვალბუდის? თვალბუდის ქვედა კიდე. აი ესე გაუსვი ქვედა კიდეს ხელი. თქვენს რო გაუსვათ თქვენ ქვედა კიდეს, ხა მე არ მინდა დაგაჭიროთ. ოღონდ ეხლა ისე მოსაფერებლად არა. ეხლა მოძებნეთ, რატო გავუსვი, იცით ბავშვებო, თვალბუდის ქვედა კიდე რამ ხელა უნდა ხედა, შუა წერტილი მინდა. გასაგებია, რომ გავყო შუაში. თვალბუდის ქვედა კიდე გავყავი შუაში. აი ამ ადგილას ამონაჭრევია ბუნებრივად. იქ რო დააჭირო, საკმაოდ მტკივნეულია. აი დაახლოებით ეს ადგილი. ესე იგი, თვალბუდის ქვედა კიდეს მოვსინჯავ შენ უყურებ? თვალბუდის ქვედა კიდეს მოვსინჯავ, ვიპოვი რომელ ადგილს? შუა წერტილს. ეხლა უკვე დადგენილია, რომ ამ შუა წერტილიდან 0.5, ანუ 9 სანტიმეტრი, ან 0.8
რატო ვამბობ, იცი, აი ამას შეიძლება კონდეს 0,8 ქვემოთ. ამას 0,5-ით. ეს უკვე შესწავლილია. ანუ 9 სანტიმეტრი 0,5-დან 0,8 სანტიმეტრამდე საით ქვევით. მაგრამ ეხა შეხედე შუა წერტილიდან გადმოვზომე 0,5-ან 0,8 და აი აგერ მოვხვდი. აი აქ მოვხვდი. არის აქ ეს ხვრელი? არა. ესე იგი, რაღაც მჭირდება კიდე დამატება. 0,5 0,8 სანტიმეტრით ქვევით და ნახე 0,5-ით საით. მარჯვნივ მარცხნივ არ მინდა, ან გარეთ, ან შიგნით. შიგნით, სხვილისკენ. არის სავარაუდოდ ეს ხვრელი. გასაგებია? ესე იგი, თვალბუდის ქვედა კიდიდან ტელეფონებს შენშვით. 0,5 0,8 შუა წერტილს ვიპოვი, 0,5 0,8, აი ჩამოვა 0,5 0,8 ქვემოთ, მაგრამ აქ არ არის. აუცილებლად უნდა დავამატო და 0,5 სანტიმეტრით შიგნით, ანუ მედიალურად გარეთ უნდა იყოს უმეტესად, ესე იგი მეტადამიანებში ეს ხვრელი. ეს ერთი ორიენტირია. სხვადასხვა ორიენტირებია ეს ხვრელი რომ იპოვოთ. აი ამას რა ქვია ამ ნაკერს? რა საერთებს რომელ ძლებს ერთმანეთთან? აი ეს ბუნებრივი ნაკერია, აი აგერუა. რა საერთებს? ყრიმალის ძვალს რასთან? ზედა? არა, კაცო. ალვეოლური მურჭი თალკე ესაა. ზედაყრის ძვალთან და ამას რა ქვია ამ ნაკერს? ყრიმალ ზედაყრის ნაკერი. ნახეთ, ზოგიერთი იღებს აი ამ ნაკერს ნახავს. აი ესე ზემოთ სადაც ერთდება და მისგან 0,5 სანტიმეტრით, 0,5 0,8 სანტიმეტრით ქვევით და 0,5-ით შიგნით. ზოგს ეს ურჩევნია. ნახე მოძები ყრიმალის ძვალს, ნახეთ, შეგანცე გამოგიყენებთ ახლა. ყრიმალის ძვალს მოვძებნი. ეხლა ვნახავ სად უერთდება ზედაყრის ძვალს. ნახე აქ უერთდება. და მისგან 0,5 სანტიმეტრით შიგნით და 0,5 0,8 ქვემოთ. ერთი, უბრალოდ მეორე ეს ორიენტირი. ვერ იპოვე? ყრიმალი წინ არ არის, შულო, ნახე აქ არის. გადმოყევი ვეზე. ნახე, ხო. შემდეგი ორიენტირი. ქვედა ყბა გვაქვს არა, აი ეს მომეციები ქვემოთ ჩამოსხმულია. რამე არ მჭირდა, ვიდა რომ რაღაც განახოთ. სულ ერთია. ქვედა ყბის ანესთეზიას ხოლმე. ყველაზე უარესი მომცა. ეს ასა არის ზედაყბა. აი იყოს არა მოგჩა. ნახეთ, ქვედა ყბაზე მე არ წარმომევლია. ქვედა ყბაზე რომელი ხვრელია ნიკაპის ნერვი რო გამოდის? ნაჭრალი ხვრელი. მენტალური ხვრელი. ნახე, რომ ეკბილებთან არის. ძირითადად მეორე პრემოლართან. მეორე ძირითადად არის მეორე პრემოლართან. აი აქ, აი ეს ხო, მეორე პრემოლარი, ვეღარ უყურებ ერთს. მეორე პრემოლართან, ხო? ანუ ეს ნიკაპის ხვრელზე წარმოვიდგენ, გავატარებ ვერტიკალურ სწორ ხაზს, ოღონდ ზედა ყბაზე მეორე პრემოლარის შუაში რო გავიდეს. მაგრამ აქ ძნელი მოსაძებნია ეს. რატო? მე რო ეხლა ესე ვერტიკალური ხაზი ნახე ბავშვებო ნიკაპის ხვრელიდან წავიღე ესე მეორე პრემოლარს შუაში გავატარე, ნახე სიგრძე აქვს და აქ ეხლა სად ვეძებო მე ეს ხვრელი. გასაგებია, გადაკვეთის წერტილი არა მაქვს. აი ეს ერთ სწორ ხაზზე რაღაცა წერტილი ხო? დია, ეს რო იყოს რაღაც გადაკვეთები, კი ბატონო, ამიტომ ამის, მაგრამ ვიცოდეთ მაინც შეგიძლია იყო.